ჩვენ დღევანდელ ეპიზოდს უმასპინძლა მესხიშვილი ლისი ვაინმა. ეს ფანტასტიკური რესტორანი მდებარეობს ლისის ტბიდან ზუსტად 5 წუთის სავალზე, სადაც დაგვხვდებათ ფანტასტიკური გარემო, უგემრიელესი კერძები, აქვე დამზადებული ქვევრის ღვინოები, ჩვენ გავსინჯეთ ქაბაბი, მისი უდიდებულესობა მწვადი, ღორის ნეკნი იყო, აი ესეთი იდეალური ნაჭრები, ხო და ყველაფერი ისეთი გემრიელი იყო, როცა მოვჭით ჭამას, მხოლოდ მერე შეუდექით საქმეს. კოკა-კოლას ემყევდები. წავიდა რეკზე ვართ. დარეკილია ბრატ? კი, დარეკილია. გისმენთ თემურ. გამარჯობა ბატონებო. როგორ შეაფასებდი ჩვენს ლანჩს? ძალიან გემრიელად შევაფასებდი. გემრიელესი კერძებია, ძალიან კარგი გარემო, დროული მომსახურება, თავაზიანი პერსონალი. ლამაზი ხედები, სიწყნარე, სიმშვიდე, სიმწვანე, სუფთა ჰაერი, ლამაზი პერსონალიც. ლამაზი პერსონალიც. მახინჯი წამყვანები. ხო. მე მინდა მეთქვა ლამაზი წამყვანები ამჯერად. ერთი ლამაზი და ორი მახინჯი. დაგიდებ. გადმომიღე. და უკენკე. მიდი. ვიწყებთ ცივხას. რა არის ცივხაზი? ცივი ხაზი არის ჩვენი ახალი მიმართულება. ხო არის აი, ცხელი ხაზი. დიდი მადლობა. ჩვენი არის ბუნკერის ცივი ხაზი გისმენთ. შემოსული კომენტარები. ჩვენი ერთგული მომხმარებლები და მაყურებლები. მოგვიხმარებ ხოლმე. ხო. ვიყენებენ. ხო. ჩვენს ექსპლუატაციას ვინც ეწევა. დაგვიწერთ კითხვებს და შევეცდებით უპასუხოთ. წამოჭრით სწრაფად. მეტნაკლებად საჭირო როთო საკითხებს, რომელზეც ჩვენ გაგცემთ პასუხს. რაც თქვენ საჭირო როთო რაც სერიოზულ პასუხს თუ არასერიოზულ პასუხს მაგას ჩვენ გადავწყვეტ. დრო გამოაჩენს. სიტუაცია. მაგაია მე რო აღარ ვარ წამყვანი. ჩემო მაგრა გაასწრო. თემურა მაგახია. თან პლედმაც მაგრა გაასწრო. მე გული მაქვს მაგაში აღებული. ხევა როგორი უნდა ის. ახევა როგორი უნდა იცი? ახევა? დაიწყე თემური, აბა პირველი შეკითხვა. პირველი შეკითხვა. რამდენი შეკითხვა მოგვიგროვდა? ნუ რა ვიცი, ალბათ 23-მდე შეკითხვა მოიყარა თავი. მოკლედ ეს ცივი ხაზები დაიდება ყოველ ხუთშაბათს. ხო. ეს 8-ზე იყოს, მოდი. მე-6-ზე იმიცი რატო? რატო? ხუთშაბათს არის ძალიან გადატვირთული YouTube-ის პროისა რა. სკეჯუალი. ოკეი. იმიტომ რომ ყველა დებს 9-8 აქ და ისეთი ბუმბერაზე იუთუბერები რა და ჩვენ მანამდე გასახურებლები ვიყოთ რა 6-ზე დავდოთ. 6-ზე დაიდება. ჩვენ როდის გავხდებით ცივი ხაზები? სადაც საათ ნახევარში. აი ეს რო დაიდება ეგრევე. 5-ისკენ. დავაი, დაიწყეთ. ჩვენი პირველი კითხვა. ადამიანს აწუხებს, რომ ახალი წელი მოდის, ფული არ მაქვს, არც მექნება, მაგრამ მინდა რომ შეყვარებულს რამე ვაჩუქო, როგორ მოვიქცეო? და ანუ გოგო იწერება ამას თუ ბიჭი? მე მგონი მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მე როგორ არა აქვს ეს? ბიჭი იწერება, მაგრამ ახლა აქ სხვა პრობლემაა წამოჭრილი. ფული არა აქვს. ფული არა აქვს. და ერთი პრობლემა არის კიდე ის, რომ განწყობა აქვს, რომ არც ექნება ფული. ანუ იმედგაცრუებულია ფარხმალ დაყრილი. კი. სკეპტიკურად უყურებს ძალიან თავის კომენტარში დაწეროს თავის ანგარიშის ნომერი. ჩვენ ჩვენ 20 ლარი ჩავართ 15. შენ არის თვითონ დაამატოს. მაშინ თუ ეგრეა. ჩვენ 20 ლარს ჩაურიცხავთ. რომელიმე ბეტზე შევიდეს, შეგრიალდეს. შექმენი რომელიმე ბეტზე აკაუნტი ექნება უეჭველი. შეიძლება იმიტომ არ აქვს ფული, რომ რა ბევრი აკაუნტები აქვს. ბეტების ჩარიცხე ჩემო ძმაო. თემური აგერ ორკუშს გამოიყვანს, მოგწერს. ან თუ დაავიწყდება, მე ცალკე ხაზის გავაკეთოთ ეგეთი რა ის. პროგნოზები. ატლეტიკო ინტერის, თემურის პროგნოზი. ატლეტიკო ინტერის 4 ნახევარზე ნაკლები გოლი. შვენიერი კუში 1 და 1 1 და 0-1. 0-1. ალა ვიდეთ შემდეგ. და რომ მოიგებ. არა, არ დამთავრებული. არა, რომ მოიგებ ამას. რა შეყვარებული შენ თავს მოახმარე რა. ხო, შენ თავს უნდა მოახ პირველი. რა შეყვარებული? ინვესტიცია გააკეთე საკუთარ თავზე. უეჭველი. და მე შეყვარებულებიც იქნება. ხო, და იმას დავამატებ, რომ ანუ ფულს აქვს ძალიან ისეთი ძლიერი ენერგეტიკა და არავითარ შემთხვევაში არ დაიტოვო ეგ განწყობა, რომ ზოდიაკოში არასდროს არა არავითარი ზოდიაკო არავითარი კარგი საგარელი ვერ მოვიშორეთ იმენა. ბუნკერის საგარელი. ნორჩა ზოდიაკო? არც ყოფილა ზოდიაკო. ეს კვირა ანუ მე მოუწოდო რომ არ კონდეს განწყობა რომ ფული არ ეკრიბა. ეს კვირა შედის სახინგლეში. ზართული კვირა იქნება ქევზებისთვის. 99 გალაქტიკა მომეცითო. შემდეგი კითხვა. ჩემი მეზობელი ნაგავს ჩემს კართან ტოვებს და რას მირჩევთ? შენს გაუტანე შენი ნაგავი და ერთმანეთის ნაგვების ზიდეთ აქ. ოღონდ უფრო ლამაზ პარკში შეუთუთე რა. რო სულ ესე მე ის უფრო ლამაზ პარკში შევიდე. კონკურენცია ანუ ის ჯანსაღი კონკურენცია იქნება რა. შენ უფრო ლამაზი მიწოდების
და სამეგრელოში რო მარკეტინგი უფრო ლამაზი ეზოები და სამეგრელოს ხო საბოლოო ჯამში უხდება ეს. ძალიან უხდება. და თქვენც ლამაზი ნაგვები გეილაგებათ სადარბაზოში. მე სხვა მეზობლებიც მოგბაძავენ და თქვენ მე შეიძლება ერთმანეთს შეუყვარდეთ, დინები გააერთიანოთ, ერთად იცხოვროთ. ბევრი რაღაც მე ჩემი შეიძლება. ნაგვით მოვალ და მე მერიაში განცხადებას დაწერთ კახაკალაძის სახელზე და თვითონ განსხვავებულ ნაგვის ურნებს დაგიდგამთ ჩვენი კი, ბატონო. ქალაქის მერი. ну საერთოდ ისეთი გამოყოფილი პრივატული ნაგვის ურნა გეკნება. არა ჩხუბს და ნეგატივს რა. კი ძალადობას და ზიზღს. ხო, ცივილურად მივდეთ მეგობრებო. საკითხი ეს შეგიძლიათ დააწეროთ ეს თქვენ სადარბაზოში რომ გავიტანოთ ერთმანეთის ნაგავი. ну ეს ქართველებმა უნდა გავიტანოთ ერთმანეთი. გავიტანოთ. ერთმანეთის ნაგავიც უნდა გავიტანოთ. აქედან სანამ გასატანები გავხდებით. მოგიდები შემდეგ პრობლემაზე. იქ არ რეკავენ? შემდეგი კითხვა გამოვიტანეთ. არ გირეკავენ? არა, დარეკავენ, ახლა შემოდის ზარები. ეგ იწერება უკან. იმას უნდა დავუყენო ხველები, ანუ ზარს უნდა ქონდეს ამის ხველება რა. ალო, და ზუმერი უნდა იყოს, ამოჭრიან. აი უნდა იყოს ზუმერი. მოლოდინისისა, ხო? ხო, ამოჭრიან. ამას ამოჭრიან. კაი, შემდეგი კითხვა გეყოფათ ახლა. UFC წესები? დაყვანია და უკვე გაპოლატავდა. ხო. UFC წესები, აბა რა გიგონა სკამს რომ ითმობდი. UFC წესებით თოვლის ბაბუამ და სანტა კლაუსმა რომ იჭხუბონ, რომელი გაიმარჯვებს? ეს ბიჭის კითხვაა. თოვლის ბაბუა დაუმტრევს თავს. იცი რატო? იმიტომ რომ ხანჯალი აქვს ეს. ხანჯალი არ შედის UFC-ს წესებში. არა? აჰა, ამოვარდა. არ ტრანსპორტი. არც მარხილი. ტრანსპორტი. მარხილზეა ბრძოლა. მარხილზე არის თამაში და იმ ირმებზე რუდოლფზე და ვიღაც გამარჯვებულს გადაკიდებენ ირემს. მოატყუებენ. რუდოლფს. ხოდა დედა აუცილებელი ცხვირი ხო აქცია და პროჩსაც აუცილებელი. თან თუ კახელი თოვლის ბაბუა შეჩემა. კი, ასია. ვირზე მიჩევს ირემი ეგზოტიკაა უკვე. ახალი გამოწვევა. დამატებითი მოტივატორი ირემი კახელი და თოვლის ბაბუა. რუდოლფს ორი წითელი დირკა იყო. რუდოლფს და თოვლის ბაბუა გასილებთ უფრო ისე რაღაცა გაჭირვებაში და ბრუტალურ პირობებში გაზრდილი ერთი და ერთი იქნება პირიქით. თოვლის პაპა. თოვლის პაპა, ხო. ვიდრე სანტა კლაუსი. თამე ხარ. თუ კახელია პაპა მაშინ. ხო, მე ეგრე ვიცი რომ თოვლის პაპაა. ხო, თუ თბილისელია ბაბუ იქნება. ბაბულ. ჩემი და თოვლის ბაბუ და რამე. უკრეიმას მევასე ხო. კიდე. უკრა ვიძარო კისერში ჩაუყარა. გაგძელე. ის მინდა რომ გაგძელე. შემდეგი მომხმარებელი. მომხმარებელი. უკა ეხა სწავლობ ამ ახალ ტერმინებს და იყავით ცოტათი და მობიერები. კორექტულები. კორექტულები არ იყოთ, უბრალოდ მობიერები იყავით. და მაქსიმალურად არაკორექტული. სანამ ზე ჩავიდა და მელზე გადადიმაგდეთ ამ მოთხოვნაზე. ნიანგის და ძაღლის შვილი, ნიანგის და ძაღლის შვილი უფრო ლამაზია თუ ჟირაფის და ვირთხის? მე გონია რომ ზღაპარი დაიწყე. ნიანგის და ძაღლის შვილი დაძმობილდნენ. გამოსულა ვირთვილი. ჩემი აზრით ეს კითხვა არის უბრალოდ სანსარი და ესეთი კომენტარები კი არა და ესეთი შეკითხვები აქამდე არ უნდა მოვათრიოთ ხოლმე. ან ფასიანი გახდეს. ამ ეტაპზე ცოტა კითხვები რა ხან არის ყველა დანარჩენი მარაზმი კითხვები უნდა გენახა იქო. ხო? ნახავდი პრინციპში. ტაქსა. ტაქსა და ალიგატორის ტაქსა და ალიგატორი. მე მგონია რომ ტაქსა და ალიგატორი მოუგებს სილამაზის კონკურსში. სილამაზ. ხო და მე ჟირაფზე მივდივარ რა. აი იყო ჟირაფი, შენი იყო ჟირაფი. ჩვენი იქნება ძაღლი და კრაკაძილი. ხო, ესეთი ერთპიროვნული რაღაცა ვერ გაგეცით პასუხი, მაგრამ არც იქნება აქ. ვერაფერზე ვერ თანხდებით ჩვენ. მარტო ერთ რამეზე ვთანხდებით რომ ვერაფერზე ვერ პრინციპები. და იმაზე რომ ბუნკერი უნდა ვაკეთოთ. მაგაზეც შევხვდით. სულ. პახმელიაზე გულის რევას რითი უშველოო? ინტერესდება ეს კაცი და კაცია. მაგაზე აქვე ეხლავე მოგახსენებ. ჩვენ ყავს ერთი მეგობარი, რომელსაც იდეალური პახმელი აქვს. და გამოსავალიც იდეალური. გამოსავალიც მოძებნა რა. ბევრი მეთოდიცაა და მაგრამ შეჯერდა ერთ რამეზე რომ ატმის არომატის მქონე ცივი ჩაი მაგდროს არის მისწრება, იმიტომ რომ ბევრად გემრიელად ხდება ამოღების პროცესი. ატმის არომატის ცივი ჩაი. ხო, ასე რომ ატმის არომატის ცივი ჩაი დაიწრია. მე ჩვეულებრივად ეგრევე, აი დაჟე, აი ესეც არ მჭირდება ხოლმე. ეგრევე გამოდის. ვერასწრებ ატამს. მართლა გეუბნები და თან ხო არიან ტიპები რომ გულს რო ირევენ მე ვეღარ დგებიან და ცუდად ხდები. მე ეგრევე ვაგრძელებ. ვიტყოდ არაფერი არ მომხდარა. ჩვენ დასალევად რო დავდიოდით ერთი მეორე ტაიმისთვის კი გასახდელში წავიდა. მეორე ტაიმი იხსნებოდა. არ შეუშინდეთ პახმელიაზე გულისების შეგრძნებებს? აირიეთ. აირიეთ ან არ აირიოთ? აირიეთ. არა აირიონ. რო არ აირიონ, მე შიგნში და და მოიწამლება და ცუდად გახდება. ინტოქსიკაცია. კი ბატონო. კი ბატონო. შემდეგი.
თემო. 3 green flag-ი. რა არის? საპირისპირო სქესში. მაგაზეც მე მაქვს პირველი პასუხი. გავეთ. ძალიან რატომ გონია რომ დასწრებაზეა? ხო, მეგონია რომ პრიზი გადმოგეცემ. მიდი. დუნდულაკი 1, დუნდულაკი 2 და ორივე დუნდულაკი. მიტყუპებულია. დუნდულაკები, ხო რა? მიტყუპებული. ხო, ეგ არის 3 green flag-ი. მაშინ მეც ვიტყვი. თუმცა მე ცოტათი შევეცდები სერიოზულად უპასუხო. მაგალითად ნესტო. არა, ლუჩი და დუნდულაკი. 3 დირკა. არა, მე პირველი არის, ხო, აი მესმის. მიღებულია აბსოლუტურად. პირველი არის ემოციური ინტელექტი, მეორე არის იუმორის გზნობა, ამის ერთმანეთში გაერთიანება შეიძლება მომენტ და მესამე არის ჯანმრთელობას, ანუ თავის თავს რამდენად უფრთხილდება და უვლის, რა, რამდენად იცის ამის კეთება. და არ იგულისხმება ეს მარტო ჰიგიენაში. ბევრ ამაში გამოიხატება რა, რამდენად იმაღლებს ცნობიერებას, რამდენად ცდილობს რომ უკეთესი ტიპი იყოს. ეს ყველაფერი არის საკუთარი თავის მოვლასში გაერთიანებული რა. იმიტომ რომ მე მაგებს ჩალიჩობ და ანალოგიურს ვითხოვ ჩემი მეორე ნახევრისგანაც. ჩემი 3 green flag-ი ხო ამომწურავი green flag-იც რა არის? კი, რა თქმა უნდა. ემოციურ ინტელექტში გეთანხმები აბსოლუტურად, თავის მოვლას რაც შეეხება, ნუ ცოტა სექსისტურებიც გააძრე და კუხნა იყოს. არა, მაგას კამერის იქით ხო იცი ისე. ვაკ ფარისევლებს არის. აქ ხო. მე არა. რაღაცნაირად იქცევს ყურადღებას ჩემი გადასახედიდან მოკლებ შხილ და მოვლილი ფშხილები რა. ხო. როცა ის რაღაცა ძალიან კაი და პოლიჯოხები არ უყენიათ. რა ქვია იმას? შილაკი. შინშილა. ხო, შილაკი ძალიან მაგარი. ფეხზე თუ ხელზე ერთი წამი რა ეს მინდა რა. ფეხზე. ანუ შეხვდებაო დუნდულაკები იმასულა. ბობო კარიკაცი. კარგი, ამის ფონზე ჩვენ კარგი კაცები კი, გამოვხდი. ძალიან კარგი კაცები გამოვხდით. არავით არის კუხნა. ხო და შენ ეს ფრჩხილები ფეხის თითებზე თუ ხელის არა, ნუ ხელის რა თქმა უნდა. ხელის. ფეხზე სულ ერთია რომ ფეხზე სულ ერთია რა ძინა ის სოკო? ბუცები. სოკო უნდა კონდეს. ისე რა აზრი. არა, კარგია. კაის კეთკე. ხო, ცოტა ეგზოტიკაა. ჩხილს რა ფუნქცია აქვს? იმის გარდა რომ ნუ რაღაცა წაუსმევზე. ნერვულ დაბოლოებებს იცავს, იმიტომ რომ თითის ჩხილი რო არ ბალიშებში ქონდეს არის ადამიანს. ყურიდან ხო, გაძლევდი. ყურიდან ამ რაღაცების გამოღება გართულდება. ო, ეგ ხო, ალბერტაც ხანებულს გაუჭურდება. იკარგება ეს პოზა. ხო, მარილი. მარილი. всё, სამარილია. სამარილია, ხო, დიდი. სამარილე. და ანუ ერთ-ერთი კიდე green flag-ი არის, აი კარგად რო დაყავს გოგოს მანქანა, ძალიან მომწონს და ძალიან სარეცხი მანქანაა. ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მაგას სხვა კატეგორიის როგორ ამახია. როგორ ამახია. ჩემი შუტკა. აბა არ თქვი შეჩება. მე არ გაჩუმდა შეჩება. ჩააჯმევინო. წამყვანია. ინა წაიკითხო. არა, გაგძე, ძალიან კარგად გამოგდის. როგორ იქნება? მოღოთ ნუჭა. ნუ წაიკითხო. ხო, ეს გაწიერა. არა, პირიქით ახლა მოგიტანე შეჩება. არა, კაი. მეშლება ხელი ხო რა. მექანიკურად ვერ ვაკეთებ. ეგრე მე მეშლება. მაშინ მე დამიდე. კი, კომოდი. ეს ჩემ ეგ წაიერა. მოასხი და ფარჩაკები ხართ. მიდი. ხოდა შორის პახმელიაზე შეგიძლიათ ამოვბრძანდეთ აქ ოჯახთან ერთად. ო, თან აქ აქვს? ხო გავუსმევ ხას. კი ბატონო. თუ ოჯახი არ ყავს? თავიანთად. მაშინ ის ხვის ოჯახთან ერთად. სხვის ნაგავთან. სხვისი ნაგავის ამოიღოთ. მე რა ფერებში გავიჩნდენ ახლა. თქვენი ყველაზე პირველი იმედგაცრუება რა იყო? ყველაზე პირველი. პირველი ყველაზე დიდი იმედგაცრუება უნდა და ალბათ რომ დაეწერა. აი, მე ვიტყვი. დავიწყო? ეს რაღაცა გოგოს კომენტარს უთრო გავს. ხო და საერთოდ არა გოგოურ პასუხს გავცე. აბა. აი ეს პირველი იყო თუ მეორე თუ მესამე არ მახსოვს, მაგრამ აი რაც ყველაზე მაგრად გამიტყდა, იმას ვიტყვი. აი პირველად რომ დამამახსოვრდა. ეს არის რომ 100 მეტრიან სტადიონზე ვითამაშე ფეხბურთი. და ეგეთი იმედგაცრუება სპორტის მიმართ არ და ძალიან მიყვარდა და ისე შემზიზღდა 40 წუთი უბურთოდ ოფლიანი თავდასხმანკი წინ ვიდექი და ორჯერ მიიღეს უბურთი, არა ხო? მე აი ხო, თავდამსხმელი იყავი. ორჯერ მივიღე ბურთი. თორსა მე ეს კაჭარავა და კვეკვესი. ფეხბურთი და ანუ ინტელექტუალურ ფეხბურთს თამაშობდი ყოველთვის. ბავშვობაში და დიდობაში. შენთან ერთად ნათამაშები. ხო, კი, კარგად თამაშობდი. ო, მინი. გეზარებოდა მე უკვე ხო მე ხა მინის პერიოდში აი, ნიკუშას ახსოვს ბავშვობი. ხელიდან და ფეხიდან დასულები ვიყავით და არა, მიყვარდა, კარგი თამაში მიყვარდა. მაზიანებს ჩემი ხშირად ყველაზე თამაშობ. იმედგაცრუება იყო. მე და კვიტო პირველად ერთად ვიყავით სხვა შორის კინოთეატრში და მანამდე ცირკში ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი. ბოზებთან. ცირკთანაც. ცირკში როგორი კმაყოფილისა ხო ხო მუშაობდი. აბა ბილეთები საიდან? ხო და ტელევიზიაში რო რეკლამები რო იყო გლადიატორის
ვებხვების რო ჩითავენ ერთ სცენაში რა. მეგონა რომ იქ რომ მივიდოდი, ვებხვები მართლა გაიჩნდებოდნენ და არ გაიჩნდნენ, ეგ იყო ძალიან სასიამოვნო იმედგაცრუება, იმიტომ რომ ცირკი აი აქ იყო. ხო, თან ბიჭო ცირკი. თუ მუშაობიდან გამომდინარე თუ ისე კიდე გამახსენდა ცირკზე. გამისტორდა. ზოოპარკში რო წავედი და დათვების გალია რო ვნახე, აი იმედგაცრუება იყო, იმიტომ რომ ზოოპარკი რაღაც სხვანაირი წარმომედგინა და რომ მივედი და აი ამ ხილა გალიაში რო 12 ეხლა აკეთებენ რაღაც სხვანაირი ზოოპარკი. ეგეთი დიდი უბედურება ცხოვრებაში არ მართლა მართლა სხვანაირი ვერო საინტერესო ზოოპარკი. იმედია, თორე ძალიან დიდი ხანია არის საუბარი რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ის რაღაცა ნაკრძალად შემოსაზღვრული ტერიტორია, დაცული ტერიტორია რაც არის, უნდა გადაკეთდეს ზოოპარკი. არ ბევრი ცხოველი უკვე იქ არის კონტაქტო ზოოპარკთან. პროცესია, ბევრი ცხოველი გადაყვანილი იყო, გლები რაღაცები. ქურდები. ხო. ჯამალველის გლები გადაი სტამბა. კაი. ჩემი პირველი გამიგასრულება იყო ერთ-ერთ ახალ წელს ველოდებოდი საჩუქრად რაღაცა. აი ეს ქუდი რო დაიცე, მაშინ ცოტა იმედი არ გაგაცრუა. ეს ქუდი რო დავკარგე მაშინ გამისულდებით, მე ვიპოვე. კეპი? კეპი მანქანაში მაქვს. ერთად რო დაიფარო ეს კეპი გზელით შეიძლება. აი ხო უფრო რო აციდება. ხო. ყურები რო გამითბეს. მე შენი ვერება იყო ყოველდღიურობა. ყოველდღიურობა. პირველად რო გავიღვიძე, იმედი გამისრული. შინელება. თუ იტყვი მოგისმენდა, თუ არა. რამდენჯერაც დავიწყე, ანუ არც ერთი არ მაცდი. ბიჭო, აი ყურე. მოდი მომიყევი ჩემს იმედგაცრუებას. არა, თქვი. მართლა მაინტერესებს. არ დავდივოდი რაღაცა კომპიუტერულ თამაშს, დისკს. ხო. და რაღაც მოხდა ისეთნაირად, რომ შემთხვევით ჩემ იმაში ბარბების ჩემი დის უჯრაში ნახე რა წინასწარ საახალწლოდ ნაყიდი ეს FIFA იყო, რომელიც 99-2000 დაახლოებით მაგ პერიოდის. მერე? და ნუ წინასწარ ხო არ ვიტყოდი რომ ნახე ხო, მაგრამ ძალიან გამიხარდა, როგორც იყო ყველაფერი მივკეტე, დავტოვე და მოვიდა 31 დეკემბერი 12 საათი ეს საჩუქრების გასვლა. რაღაც გადმომწეს რაღაცა სხვანაირი კბილის ჯაგლისი, რაღაცა პასტა, ჩუსტები, რაღაცა კბილის პასტაც იყო კი. და არ არის რა, კაროჩე ეს დისკი რა და ნუ ეს ველოდები მეთქი ალბათ არ სპეციალურად აყოვნებენ, ნუ აი რაღაცა ძალიან რო გამიხარდა. შობას გადაიტანე. 14-იან წელი ახალწლამდე ველოდებოდი და დღემდე ანუ ბოლოს გამოიყვა რომ მეზობელსაც რო დატესტა ჩემ ადამ რომ დაინსტალირებინა რაღაცა ანუ ბრაკი იყო რა დახარვეზებული იყო და დააბრუნა ხო და მეზობელსაც შენ მეზობელსაც უკეთესად იქ თამაშობდი შევდიოდი ხოლმე იქ ლაბაზი ჭიტების გადაფრენის არის შენი ოთახი შევდიოდი ხოლმე და ხო და იქ თამაშობდი და მაგრად მიკვირდა რომ საიდან ნეტა მაშინ აღმოჩნდა შვილები ყველაფერი იმ მეზობელთან მიდიოდა კაი და ნარჩენები მეზობელთან ერთი იმედგაცრუება კიდე ის იყო რა ქვია იმედგაცრუებას ვერ დავარქვე მაგრამ აღმოჩენა იყო აი ძალიან პარადოქსულად გვიანი აღმოჩენა რა ანუ ალკოჰოლი მიყვარდა სულ სტუდენტობაშიც მერეც სიჭაბუკეშიც და აი ძალიან ეხლახანს რამოდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე კი არა დავაკვირდი რომ სულ მეგონა რომ ანუ შამპანოს რომ ვასხავდი ჭიქაში და ეს კაფე რო ამოდიოდა იკარგებოდა რა ეგ რა ანუ ორთქდებოდა სიტყვა და გაკლდებოდა ალკოჰოლი და მაკლდებოდა ალკოჰოლი რა იმასის ჰაერია და იგივე რაოდენობა რჩებოდა ეგ გავანალიზე და ახლა აღმოჩინე ორი კვირის წინ არა მაგრამ ნუ 2 წლის წინ პირობითად რა აი მოდი გადავიდეთ თორე ძალიან გაიწელა გადავიდეთ კი ბატონო შემდეგზე 23 წლის ბიჭი ვარ და შეყვარებული ჯერ არ მყოლია რას ვაკეთებ არასწორად არა და პატიოსნად ცხოვრობ, მუშაობ, პასუხისმგებლიანი ვარ, მაგრამ სერიოზულად არ მაინტერესებ ვერავის. ყველაფერს სწორად აკეთებ. ეგრე უნდა გააგრძელო. ვაფშე ყველაფერს სწორად აკეთებ. პირიქით. ეგრე გააგრძელე. მოიხოდე. კი, შენ თავზე იმუშავე. მოიხოდე გიჟივით. დუნდულაკები არ მოკლო. მაგრამ შეყვარებული. ერთ თვეზე მეთხანს არავისთან არ დააყოვნო ურთიერთობა. ქალთან, კაცთან შეიძლება. კაცთან დენს გინდა. თემურის ჩევა არა აქ. ხო, იმიტომ რომ თავის მოწერილია ეგ. ხო, მოიწერ. ასაკი შეძლე რო არ დავწვარი ხავი. კარგად შევწერ. ხელწერა ვიყავი, მაგდროს უკვე ბევრი შეყვარებული. ცოლსაც გაშორებული ვიყავი 23 წლის ასაკში. კი, ისიც. ეგრეა. ანუ თავის შემდეგი შოუა. ხო. შენი ბიოგრაფია ყველა ვიცის. კი, მე ცნობილი. დიდი? სკანდალებში ვარ განახვევი. სკანდალის და რა იზახარ. ჩასკესა. ერთ გოგოს ვხვდები, რომელსაც ვატყობ რომ ჩუმი კოცია. როგორ მოვიქცე, არა და ძალიან მევასებაო.
ჩუმად დარეგისტრირდა ნაციონალური მოძრაობის რიგებში. ან ლეიბორისტებში. იყოს კაცო რაც არის. ის თქვა ისე. აი ეს ამბობ. ექიმმა მირჩია ალკოჰოლის შემცირება, მაგრამ არ გამომდისო. რას მირჩევთო? ხო აი ყველა სითხე დაუგებელია. კი. წერეთლის მწვადი. მედი თქვი რა. როგორო? ალკოჰოლის შემცირება მირჩია ექიმმაო და ვერ ვამცირებო, რას მირჩევთო? ექიმებთან სიარული უნდა გიტყვე. შეამციროს ექიმებთან სიარული. კი. ექიმებთან სიარული შეამცირე და უბნელებთან სიარულს მოუმატე. ძალიან ექიმები შემცირდა უბნელებმა მოიმატა. 6-7. არა. სერიოზული პასუხი არის, რომ ანუ პირველ რიგში ამ პრობლემასთან ბრძოლა იწყება საკუთარ თავთან ბოლომდე გულწრფელობით და გულახდილებით. როგორ შეიძლება გავაკეთეთ? ნუ აღიარო, რომ ხარ დამოკიდებული, ხარ ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი და ყლეობებს აკეთებ. ჭირდება დახმარება. თუ შენი თუ ვერ აკეთებ, აი არაფერი. ჭირდება დახმარება და არ ტეხავს დახმარების თხოვნა, იმისთვის არსებობს ეს დახმარებები, რომ როდესაც დამოუკიდებლად რაღაცას ვერ უმკლავდები ადამიანი, ადიქციას, ნებისმიერ სახის ადიქციაზე ასაუბარია. მესამე პირის ჩარი. ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები, თამაში თუ არა აქვს მნიშვნელობა რა. ჩარიო მესამე პირი, შეიძლება მე მეოთხე პირის ჩარიო და რაღაცი ჩარი. მოიშველიო. აბათემო. ხო, მეც იგივეს გიჩვედი. მიკუშამ ძრევა დაამატა. ეგეც ვერსია. ისე სხვათა შორის ჩვენი მშობლების უყურებენ. ვიტო შენთან აქვს აგერ კონკრეტნა შენთან სახელდობრი. დავაი გამოუშვი, აბა მაინტერესებს. რომელ სახიობად წარმოგიდგენია ყველაზე მეტად თავიო? ბიჭო, კიდე კაი შენთან არ მოვიდა, თორე დაიწყებდა ეს ალენ დელონი, ნიკოლ კიდმანი. ოღონდ ბეტმენის ნიკოლ კიდმანი. ხო, და ეს სკარლეტ იოჰანსონი აი ძუძუები ბარსელონაში, ბარსელონა. ვიკი კრისტინა ბარსელონა. მე ესე თვითონ მსახიობს არ მინდა რომ რაღაცა ჩრდილი მიაყენო, ხო? ხო, რა თქმა უნდა. უფრო შორს მაგრამ როლს ვიტყოდი რა. ჯეიმს ბონდის ვილანს განმასახიერებდი დიდი სიამოვნებით. ჩემი ეს რომელი არის შენი საყვარელი? რომელიმე ჯეიმს ბონდის ნაშაი კი, ბონდ გერლი ვიქნება. ბონდ გერლი. შავტუხა. ცხვირ გაღუნული. აუ რა კაი. ჩემი საყვარელი ბონდ ვილან არის ის ხავიერ ბარდემის პერსონაჟი. სილვა. ხო, სკაიფოლის ყველაზე გემსაყვარელი. სკაიფოლ. კი, ყველაზე კაი ჯეიმს ბონდი. ой, ეხა ახალ ჯეიმს ბონდს იცი ვინ იღებს? დენი ვილნევი. დენი ვილნევი არის სიკარიო ვინც გადაიღო, მაგრამ ხო, გამახსენდა ადრეც მითხარი მე. ჯერ კასტი არ არის რა. კასტი არ არის და ჯეიმს ბონდიც არ არის. დიუნ მესამეს გადაღებას ეხა მორჩა. და გუში მელაპარაკა უკვე კასტინგს დავიწყეთ რა. და თუ არის ხოდი კასტინგზე ბუკა რო გავუშვათ. ჩვენი წარმომადგენელი. ბონდის კასკადიორად. არა. ხო, კასკადიორად თulis. გონდად რა. არა, თulis. მილეთებია შეჭრის პლასტიკაა შეჭრი. პლასტიკა ბუკას. სადაც გინდა წავიქცევი, ადავხტები, ეხერხება ეგეთი რაღაცა. მოქნილი ვარ. მანქანაში ძინავს. იდეალური გადადიხრული მაქვს ველი წერტილი პატარა ტუალეტი ფარდა. არა, ხოშე ის რა ქვია მაც მიკელსენიც მაგარი ისეთი ქარიზმატული და შტამბეშტავი. ვაფშე მაც მიკელსენი მაქედან გაიქაჩა. მაგროლიდან, კაზინო როიალიდან. თვალიდან სისხლი რომ მოსდის. კაზინო როიალი. ხო, და სისხლიან ეს. მე? კაი, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. გადადი. მიდი. იქ არ რეკავ. დილაობით ვერ წვეთ სამსახურში უფრო კლასიკური გამოგლეჯილია. გამოგლეჯილი. და დილაობით ვერ წვეთ, ანუ ესე იწყება ხო, დილემა. დილაობით ვერ წვეთ სამსახურში უფრო კლასიკური თუ უფრო სპორტული ჩაცმულობით წავიდე ხოლმე და ამიტომ სულ ბაგვიანებ. ესეც შენ მოიწერე? რას ვიცი? არა, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. წელს ზემოთ სპორტული გამოსაპრანჭი სპორტულები მასვია, რო არ დაიწვას, ნუ მარტო კვიტომ ისიც რა თქმა უნდა. სულ მაქეზებს რო აზრი არ აქვს. არა, პირიქით, მე ხა უკვე იმაში. წელს ზემოთ საროჭკა და სპორტულები რა. ტექნიკურად ვერ ვართ გამართულები, თორე ბუკას სამაგალითოდ გაჩვენებდით და ესე უნდა მოიქცე. აი, მოტკეცი, როგორ პროჭი უნდა ქონე შეკვეთა. აი, კოჭიდან რა ქვია, აი ეს ადგილი ხაზი რა. კოჭი უნდა უჩანდეს. კოჭის ხაზი. ხო. ესა ფეხებთან ცოტა მოტკეცი. ეს არის გადაცემა კოჭის ხაზი. იყოს აი ესე ლოჭში უნდა იყოს შეკვეტებული, შეთხრილი. აი მე არის კომფორტულად. ხო. არა და ყოველთვის ძალიან კომფორტულად მაცვია. კი და შენ როგორც გძნო. რატო გონია რომ არა კომფორტულად მაცვია? არა, ვაფშე არ გონია ეს. ხო და მე ჩემი არა ინტერესებს ამ ადამიანს. ცოტა ხანში მინდა რომ სამსახურში ჩუსტებით ვიარო და ხალათზე გადავიდე. ეს ლია შეჩემა წელს ქვემოთში შველი რო გაზაფხულდება ვარ ვაფშე უჩევდი რომ სამსახურში და მაგიტო არ დავდივარ, თორე ვერ ამ ტიპს უშე რომ წამოვიდეს? წამოვიდეს რა უნდა. ამ ტიტულმა იაროს.
ხო რას დადის იმ სამსახურში რას მიკეთებს აი რა რომ იდის რას მიკეთებს შენ რო არ მიხვიდე რა ვერ იმუშავებენ ვაფშე არც გაახსენები არავის ხო ბაზარია აი შემდეგი ტიპიც ეს რომ $38000 გადავიხადე J-კლასშიო $38000 გადავიხადე J-კლასში მაგრამ საწავის ხარჯს ვერ აუდივარ მანქანებში თუ ერკვევით თხევადი გაზი ჯობია თუ ბუნებრივი ელექტროზე გადაჭრეს ჩინური ელექტროიკი J-კლასი გაუჭირდება არ გაუჭირდება მარტივ გამოსავალს ვეუბნები J-კლასი გაყიდოს ჩინური ელექტროიკიდოს და რაც დარჩება ზემოდან მეკატრონიკი გელუშა ყიდის ელუშა ძალიან თესლი მანქანები ყავს გელუშას მე მისამართ ჩაგიდებ კი ბატონო გაყიდე ეგ რაღაცა გერმანული საზიზღრობა რა ჯობია ჩინური კორეული სადიციან მანქანების არა დიზაინიც არის ფოტოში დიეთ J-კლასის დიზაინით რაღაც აქტუალებული გელუშასთან მიხვალ გაატროხეს თორე ისე არის დიზაინი აქვს ორიგინალური მანქანა არის კაის კიტკას გააკეთებს გელუშა ჯიგარია ბუნკერი 20 უხცენე და 22% დაგიკლებენ კი 20 22% და მოგიტა ეგრევე დაიწები რომ არა სხვა ხაზიდან ხარ მოსული მაგრამ მე უკეთეს რჩევა მაგიდებს ავაგებენ გვანიშნებენ რომ გავაკეთე ან ჩაგვარყამენ ხარ როგორ მოახდა თეთრი სტიკერი შეგილია მაგ J-კლას გადააკრა გაზით ხარო და ავტობუსის ბასლეინში შებერო ტაქსაობა კარგი რჩევაა გადასარევი ფანტასტიკური გამოჟღერება J-კლასის ტაქსაობა ისეთი იქნება რა ორიგინალური და აჟური ისეთი მაღალ შემოსავლეა სარფიანი რა ვიცი დღეისთვის მეტი მორჩა დაიშვარ დარეკეს არ გქონია ამა ესე ეხლა გავხურდი კაია რა მოკლედ გაასწორა რა არის გადატვირთულია დავიღოთ ხო ეს გადატვირთულია ხაზი ყოველ ხუთშაბათს 6-ზე 6-ზე დაიდება მსგავსი ერთი ცივი ხაზი ბუნკერი ცივი ხაზი რა ხო ბუნკერი არა ცივი ხაზი ქვია აქ არ გვეყოლება არ გვეყოლება თუ გვეყოლება და ხმას არ ამოიღ მიკროფონი არ ექნება და ბუკა იქნება წამყვანი ხანდახან სულ მეუნა არა შევიცვალოთ და რაღაცა როტაცია ბიჭო იხდენს კარგად მიაქვს ხო მეც მინდა ხანდახან შენს გენდომება იმასენ არა აქვს მაგას მნიშვნელობა და ისა რა ქვია გამოგვიგზავნეთ კითხვები კვიტოჯრისა და თუ გინდათ TikTok-ზე მოგწერეთ, თუ გინდათ Instagram-ზე დაგვიტოვეთ, თუ გინდათ Facebook-ზე, ანუ ბუნკერი ვარ ყველგან, ოდნები. ან ბუკას მისამართს ამოვანათებთ აქ. ხო და ბინის და შეგიძლიათ დავუტოვეთ. გაუგზავნოთ წერილები. ან მანქანის კაპოტში დავუდეთ იმაში და დორნიკში თუ რა ქვია. დორნიკში. შუშის სამწმენდ შმინდელი. ეგ და სასიყვარულო წერილები. ნუდები? ხო, ნუდები. ჩაუყარეთ, გაუხარდება. არა, ეგ აქ არ ხარ. არა, აღარა ვარ. აქ იმენა სხვა ხაზი. თემო რეკავენ. ბუნკერის ცივი ხაზი გისმენთ.